ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და ფორდილერი. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 29300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭი, იარაღის განხილვა ქართულად. გამარჯობათ მეგობრებო, გამწერობა კარგო. გამარჯობათ. კიდევ ერთი კულინარიული ვიდეო ჩავიწეროთ. ბატონო დავით. ჩვენი ქოხირას გუგუნეს. პოლი ამოდის იმე ეგონება გემიაო რაღაცა. რა ძალიან საომარ, როცა ეგრე ძალიან მაგრად სიმოდა. აი ესეთი თაგვი ჩემოვიშინო. ისა, კარგად წაიხურე ხელები ხორცენი მაგ. ჩვენ თავს რა ქვია? გენადი. ქოხში გაგვიშთა თაგვი. დავარქვით გენადი. მოდა ძალიან არის გასუქებული, რა მოკლით არ მოვკარით, მაგრამ ვერა გულად ჩვენი საჭმლის ჩაგროვებულ საჭმელს მიაგნო ეს სამხედრო იმის რა ქვია. ყובას და რაღაცები გამოგვიჭამა რა. მოდა ეხლა რაღაც გენადის გამდა დავიცოთ. მაგრამ გენადი არის ტყეში მარტო და გაგიჟებულათა შია რა. მოკლედ, ჩვენ ეხლა გენადიზე სალაპარაკოთ არ მოგროვით, ბატონო და. გენადი შევწოთ, კიდევ. არა, ეგ თუ ძალიან არ გაგვიჭირდა. იცი რა ვქნა, გენადი ჯერ გავასუქოთ, მე შევწოთ. აი ესეთი ნაჭერი მაქვს. ამას ქვია არტალა, ანუ საქონლის კანჭი. ბატონო დავით, ეხლა უყურე. გისმენთ. მიამისგან. ლურჯი რატო? ჰა? ლურჯი. სად არის ლურჯი? შეესივდა და გალურჯი. აბა. აბა რა, ჰა. ესა? ამას ავაჭრი, კაცო. კი დანა გამომიტანე შეგინდან. და ძაღლების საჭმელა გამოიტანე კიდე. ხო. მიდი მოდი მე გარ. გამოიტანე დანა. მოდი ახლა ხეჭა. გამოდი ეგეთ. გამოდანე ბიჭო. მე. რა სახრამულები? ბიჭო შეია და რა. შენ პედიგრი გაგისინჯავს? ჰა? პედიგრი გაგისინჯავს. კი ერთი თვევჭამდი. რატომ უნდა გამეზინჯა? არ ვიცი, მაინც. გამეზინჯია, წარია. წარია? ო. მეც გავსინჯე. გასინჯე? გავსინჯავ. არ გავსინჯო. მე ჯობია რომ მენდო. ვახში. მიყვარს მწარე. ჰა? მიყვარს მწარე. მაგრამ ეხლა შენ როდის გასინჯე? არა, იმას კი არ ნიშნავს. ჰა? ადრე გასინჯე 90-იანი. არა, შვილო, ეგენი რომ გამოჩნდა საერთოდ პირველად. კომუნისტებისთვის ნანახი არ აქვს ძაღლზე. ძაღლის საჭმელი არ ვიცოდი თუ არსებობდა. ამიტომ ვაჭროდი ჩვენ ნარჩენებს და რომ გამოჩნდა ეგ. მაშინ გასინჯე. ყველამ გავსინჯეთ რა, რო აბა რა არის. ეხლა ქათმის ხაშლამის გემოთიც არის რა. ო, და იმიტომაც არის. მოკლედ, ბატონო დავით. ხაში ხო გაიგონია? თათარი ახლი? კი. აი ეხლა მე რასაც გავაკეთებ, ეს არის თათარი ახლსა და ხას შუა. ანუ წვნიანი გამოვა, ნივრითა გემდება რა. აი ეს მოაცილეთ, უყურე, ანუ მოიტანე ახლო. აი ეს ზემოდან თეთრი რაც აქვს. რომ მოხარშვის დროს ეს არაფერ როლს არ ასრულებს და თან კიდე აი ძაღლებიც აჰა, ჭიჭა. ქონი არ არის ეს ოღონდ. თუ ქონი ნახეთ, ქონი არ გააცალოთ. აი ეს ზემოდან იმას ავითრო აქ რა. ყავი, ის ააცალეთ. არტალ არის ძალიან სასაგებრო. გუშინ ვიყავი ზოოპარკში. ძვალი არის გადაჭრილი, ზოოპარკში იყავი? რა ნახე? ბუ. პიცა შენმა წაგიყვანა, ხო? ბუ, მაგარი ბუ იყო. თვალები დაჭრეტილი, ორი ბუ. ბუ იყო, ხო? უყურეთ, აი ძვალი. ძვლის ტვინი. შენ ყავდა ბუ? ეს იყო აი ესეთი. მე ბუ მყავდა ჯარში კი. როგორ იყო? აი ესე იყო, აი.
და ნიკოძიამ გადაგვიჭრა, რომელიც აწურის 20 ნომერში შრომობს. თუ კაი ხორცი გინდათ, მიდით მაგასთან. არ გაწყენებთ, ისეთ რამეს გამოგატანთ, რომ გესიამო არ შეცხვებით რა, თუ რაღაცა გაქვთ ისეთი. მე რამდენჯერაც ვჭამე, ცუდი არასდროს არ იყო ყოფილი. ნიკოძიას ხორცი? არა, ნიკოძიას ხორცი მაგარი. ხო და ნიკოძიასაც გავაჭერნე ხლა. ჩვენ ყოველთვის მანძღვიდულობთ, ხო? ყოველ წამს. არა, თუ მანდეთ მოხვდით. თუ ქალაქში ვართ, მაგის განავყიდულობთ ხო? მოკლედ. აი ზედმეტი ავაჭერი, აი უკვე შეხეთ ეს ქონია, ამას ხელი არ მოკიდოთ. ეხლა აი ეს შეგიძლიათ მე რავი ნელ-ნელა ააცალოთ. და მჭამის დროს არის აი ეს აი ეს. მერე მოკლედ ეს გამზადდა, თუ ცულით გადაჭით, ეს ჯობია რომ გადაიჭრას ხერხით რა. ძაღლებს როდის დაუდგათ ბუტკა? რა. თავშესაფარი? არ არის ჯერ არაფერი, როგორც კი ოდნავ თოლს აიღებს. ეხლა ესენი დაბლა ჩავიყვანოთ, მე. თავშესაფარი გავუკეთე იქ. იქ იყვნენ. მე აქ აუშენებ რა. აი, შეჭამეს. კაი ხო გაჭარმით ამდენი. რა მაგარი ტიპები არის. აჰა. ხო და თუ ცულით გაჩეხავთ, როგორც ნიკოძიამ გააკეთა. ხერხი არა ქონდა. აი ესე ხელით მე მოკიდეთ ხელი. რომ დანაღმული არ იყოს მე, არასასიამოვნოა ვიღაცამ რომ შეჭამოს და რაღაცა. თვითონ ვეჭირი? ჰა? ხერხით. არის სპეციალური ხერხი ატარებ ამას, ხორცის ხერხი და რაღაც. საწავი და ტექნიკა. ეს ამაქვს შემოდგმული წყალი, ოპა. თოვლიანი წყალი. და ხელიდან გამივარდა, კაცო. აი ეს. ეხლა ამას რა უნდა? გემ გაგისინჯავს? რა, არტალა? ბიჭო, მე არტალათა მეფე ყოფილვარ. ხმარ ღურისმის არ ვიცი. აი ახლა რასაც აკეთებ, პირველად აკეთებ თუ? არა, რა პირველად, კაცო, გამიგეთებია. ეს იცი რა არის, ხარს უნდა ბევრი წვალება. ჰა? სადაური. არტალა? არტალას აკეთებს ყველა, ვინც იცნობს საქონელს და მეურნეობას. ქართველებიც აკეთებენ, აზერბაიჯანელები, სომხები და მთელი შუა მდინარის ხალხი აკეთებს, სადაც როხებია. მაგრამ ყველაზე გემრიელი არის საქართველოში, იცი რატო? მაგარი წყალი გვაქვს და მაგარი ბალახი გვაქვს. ხორცის გემონულ თვისებებზე დამოკიდებულია სადიზდება ცხოველი, რას სუნთქავს, რას ჭამს და რას სვამს, გამიგეშენა. და ყველაზე კაი ჰაერი და წყალი ჩვენ გვაქვს. თუ ვინმე სხვა რამესა ფიქრობს, შემედავო. ცხვირი გაღუნულება. მე შეიძლება ისე დაგარტყო რომ გაგიგუნო მართლა. ხო და წადია შიგნიჩედი ღუმელში შეუძახე. მალა გაღუნული გა. ცხვირი გაღუნული. ვანო გაღუნული, მოვწმე. ხანდახან მეხუმრება ხოლმე და ხელსახუცი გამოიტანე და ტარი უნდა გავწვიმდო და. მოკლედ კიდევ ეს არის ძალიან სასარგებლო. და პლუს ვიტყვი მინუს. მინუს როგორ პლუსი რა არის, რატო გააკეთოთ არტალა? უყურე. ხარს ბევრი ჩალიჩი უნდა. გაიგე? წვალება. წვალება უნდა, მე დიდი ხანი ხარშო უნდა და ასე შემდეგ. და საწოლებელია. ჩვეულებრივი ხაშლამა რო აიღო, ხორცი და ეგრე მოხარშო. ან თათარი ახლი რო გააკეთო, უნდა რბილი ხორცი. ნუ ცოტა ძულიანიც, მაგრამ აი არტალას თავისი მუღამი აქვს. ამის მუღამი ისა რომ ძulis ტვინი არის ამაში რომ მოიხარშება ის ძulis ტვინის გამოა სითხეში. ხო გავაკეთეთ. რა. ძulis ტვინი გავაკეთეთ, ცალკე ძვალი გავხერხეთ. და შეგიძლია ვიდეო გვიდევს იმაზე არხს. ეს ადუღდება, ამას არც მარილი ჩააყავთ არაფერი. პირველი უნდა ადუღდეს. მერე წყალი კი არა გვაქვს, ნუ თოლს ჩაყვრით რა. მეორე პირს უნდა მოიქაფოს, მეორე პირ წყალი უნდა ჩაესხას და მე რას დაჭირდება, მაგას გაჩვენებთ. ეხლა ბატონო დავით, ამას ვაცადოთ, ადუღდეს. და მოვკაფავთ და მე თან წვნიანიც იქნება, თან ისე საჭმელიც იქნება. ისე მშიანი ეცნო და გაიგეშენა. ბატონო დავით, ჩაი გლიჯოთ. ხო არის ერთჯერადი ჩაები. აზერ ჩაი. ეხლა არის თუ ის ერთჯერადი ეს რა გამოდის, მრავალჯერადი? კაი. მომი აბა დანაგავს. აი ქარქაშიანად. ქარქაშიან. ეს ჩვენმა გამომწერ მოგვაჩუქა. რა ერქვა?
ჰა? დანა ვინ გაჩუქა არიცი? სახელი ვერ დაიმახსოვრე. იცი ხო ჩამოვედი მე რომ. მე რამეს გეტყვი ბატონო დავით. მე ვისი სახელიც არ მახსოვს, ვეძახი ევგენის და არასოდეს არ მავიწყდი. ევგენი. ო რა, ევგენი. ეთი კინოა ძალიან მაგარი, რა ქუთაისში ხდება ამები. რა ხდება? ქუთაისში ხდება ამები. ჩიპინია. და ის ეძახის ყველას ევგენის. და მე ჩიპინია მომწონს. ეს ხმა მატარებლის არ გეგონოთ? ის არის რა ქვია? ჩაიდნის. ხო. ვა. კაცო, გარი აღარ აღარ დადგაო რა, ვერ გავხსენ ესე, ხა? ძალიან ისე ყოჩა. იმაში როა. რა? იმერულეს კიდევში. იცვალებული. ო, შიგ ნახე რა ყოფილი. ოღონდ ჩაი დავაყენოთ, მეგობრებო თან. ყველა რა გაიცემა. ვიჭუქჭუქოთ თან ეს ჩვენი საჭმელის. იმას რა ანავე გაკეთება. შიგ არის აი ესეთი რამე. 80 კავეგი და კიდევ მონეთი. ო. მოგეს ბატონო დავით, მეურია ჩავყავოთ რა, თორე. აბა დავსუნო. ო. ო, მაგარი სუნი. თუ ესეთ რამეს გახსნით, მე გახსნით მდგომარეობაში არ ქნათ რა. რამე ჭურჭელში გადაიტანეთ. რო ისქნას რა ქვია. აჰა. ვა, ცხელია. ეს რა? დანა არის ჩემთვის ლამაზი. და რომ დაგივარდეს, აინციპო. იმიტომ რომ არის წითელი. წითელი ბუნებაში რა ყვავილია მგონი მარტო. მაშინ უნდა თქვა რომ უყვავილო ადგილზე უნდა დაგივარდეს. ჰა? და ნახოთ კიდე თურქული ტკბილეულია ესეთი რამე. ბატონო და ტკბილეულზე როგორი აზრის ახარ? რავი. ამერიკელებს ვუყურთ. არა მარტო ამერიკელებს. განსაკუთრებით აზიაში ტკბილი საერთოდ უყვართ. განსაკუთრებით ამერიკაში. ანუ რესტორანში სტეიგი რო შევუკეთო და კრემი დაასხან არ გაუკვირდება. არის ეგეთი საჭმელი ქვია ქიშმიშ ლაბლაბო. გიჭამია? ბისკრემი ქვია, ალბათ ბისკუტი და კრემი ერთად არის, აი ესეთი რამე. ეს ნაჭამი გვაქვს. არ ვიცი რა მაქვს ნაჭამი ჩვენიერი და ესეც სეზამის მართლიანი. ბავშვების სიგარეტი. ჰა? ეს მაგარი ალბათ კბილი ჯეჭამი. ეს თურქულია. თურქეთში. თურქეთში ნაყოფი ხარ? მე კი. მე არა. ეს საზღვარზე ვარ ხო ნაყოფი. შენ ყველაფერი სასომხეთის საზღვარზეც ვარ, აზერბაიჯანის საზღვარზეც ვარ ნაყოფი. კიდე? იმაში ყაზბეგში რო ვიყავით რა ერქვა იმას. რუსეთის საზღვარი. რუსეთის საზღვარი. რა, იქით რუსებსაც დათრეული, მაგრამ მოდი აბა ჩაი მივაყოლოთ. შენ იცი აზერბაიჯანის იმნი? აა. ჰა? აა. არა, მე ვიცი. მე ჯარში აზერბაიჯანში მსახურობდი, იცი? საბჭოთა ჯარში რო ვიყავ. იქ იყო საავიაციო სკოლა, ქალაქს ერქვა? აბა იმიღერე. აზერბაიჯან. აზერბაიჯანი ვიცი, მაგრამ ტექსტი ეგეთია რა. მე არ ვიცი, ნებო აზერბაიჯანელებო, სომხებო რა გაქვთ გასაყოფი. ყველა ვიცხოვრობ რა ერთად იმ მიწაზე, ქართველებიც იცხოვრებენ აზერბაიჯანის, სომხეთ რა ვიცი. ერთ ბეწო პლანეტაზე ერთი ბეწო ადგილი გაქვს და გამოჭერთ ერთმანეთს ყელები. გამომართვის შენ ესა? ჯამო, კაი. ეგ მარილიანი, ამასო ჩაგვიჩა, შუაში მაინც აღარ მოდი გავტეხოთ. შოკოლადი აქვს. ო, შუაში შოკოლადია. ჰა? შუაში არის სერიოზული შოკოლადი. აი, ბავშვები შოკოლადი, სიგარეტი. სიგარეტი საერთოდ ცუდი. ვიცი. აია. აი მოსვი. აი, ოღონდ არაფერი არ მიაყოლო, უბრალოდ მოსვი. ცხელია ფრთხილათი რა. აი გაცივდეს. ოდენ მეგობრებო, გარე დავიწყე აი მის ხარშობა რა, მოვდი დიდი ხანი, ფანჯარაში გააყიდე რა ხდება. ახლა მიუტანე ფარანი შუშაზე მიადე. აი ეგეთი რამე ხდება, დაღამდა რა გარეთ. ხო და ისეთი სიცივე შემოარდა ჭახჭახარო. მე და ბატონმა დავითმა გადავწყვიტეთ რომ კოხში ყოფილა. ო, ისევ თუნუქის ღუმილზე გადმოგვიტანა ეს ყველაფერი. მოკლედ ესა დუხს კარგა გემრიელად რა. ერთი პირი
ერთი პირი გადაუწურე, რა ქვია. წვენი რა. ეხლა გარეთ რო ცივა, წარმოიდგენთ რაოდენ საამურია, როცა ესეთ ქოხში ძიხარ და სითბოში წვნიას მიირთმევ. ანუ ორი ცალი დაფნის ფოთოლი ჩავაგდე, მეტი არ უნდა, ამას ბევრი დაფნის ხედავ ეს ყვითლად რო აქ ბატონო დავით, 6 უქონია და ხახვი ჩავუშვოთ. ერთი თავი, ორი თავი, სამი თავი. ხახვი არ დაჭრათ. სტაფილო დაჭერით აი ესე და მაკაკა გინახავს? მაკაკა? როგორ არ მე ჟირაფი მინახე და მაკაკა არ მიყოლ, ბანანა. მაკაკა მაგარი ტიპია. აი ეს მომაწოდე, მაიცა? გააკის. რა? გააკის ვიდეო რა. ბაკალში რო აბანავებენ მაკაკას ხელწყალში. აბანავებენ? ხო, აბანავებენ. რა ვიცი, რა. ყველაზე ცელქები არის, ძალიან ცელქები არის. ეს რამხელა ნაჭერია, რომ ვეღარ გადავატრიალე კაცო. არა, ძალიან ისეთები არიან. ძალიან ისეთები არიან. ეხლა ჩავყარე და ეს ხახვი დაფნა და ის გაუშვებს თავის გემოს. ამას შავი პირპილი და რამე არ უნდა. აი მარტო ეს უნდა რაც ჩავყარე და ეხლა კარგა მაგრად უხდება. ოღონდ მაგარი მოხარშვა უნდა რომ რო ამოიღებ. ძვალი უნდა გაერიდოს იმას, რა ქვია, ხორცს რა ცალკე უნდა იყოს. ეს არის? ანუ ისე უნდა იყოს, მაგრამ მოხარშული რომ ცილებოთ. აი არა, რაც არის ეს არის. რომ ამოვიღებ მე მარილს მოაყნევ ზემოდან და ტყემაში შეგიძლია ჩააწოდა. მე არ გამისინჯებს, მაგრამ და ამის წვენს გადმოვიღებ ცალკე ჯამში. და მარილთა და იმით შევაზავებთ. ამას არც მარილი არ გაუკეთე. შევაზავებთ იმ ნიორით და მარილით. ეს არის კიდე ერთხელ ვიტყვი. ისეთი საჭმელი, რომელიც ხაშსა და თათარი ახს შუარი. და აი ახლა ეს მოიხარშება კარგად, ღამე უკვე დაგვაღამდა, მაინც ვეღარსად ვეღარ მივდივართ ბატონო დავით, აკავჩები და გაჩვენებთ რა გამოვიდა. ნახოთ. მოგლით ბატონო დავით. დიდი ხანი ვლოდი. ეს ჩვენი არტალა გაკეთდა. დადგა ჟამი ჭეშმარიტების. დავიმახსოვრე. დადგა ჟამი ჭეშმარიტების. ოპა, ოპ. აი კიდე კაი არ დავარდა. ჭეშმარიტების რო არ გვეთქარი რა. აი ესე დავდოთ კაცო და ფერ მოვა. გამატარე. ეხლა ერთი ნაჭერი ამოვიღოთ ბატონო დავით. ეს არის სადაური? სადაურია. დაღამდო კაი დროღან გავიდა და აღარ მახსოვს. აიცა. ან საქართველოსთან რაც ახლოს არის? საქართველოსთან რაც ახლოს არის, ყველა ქვეყანაში გავრცელებულია? მოხარშული საქონლის ხორცი? ხო რა, ნუ ეს შენ ხო ისეთი ხალხი არა, არიქა ჩვენო ვართ ქართული. ხო. აი ესეთი რაღაცა. ეს არის? აი მე რამხელა ნისლი დააყენა კაცო. ეხლა ნახეთ. რასა გეთებ? წვენს ამოვიღებ. აი ეს. თათარი ახლის გავა. თუ ვიღაცა მე შემოგთავაზეთ, ეცადეთ რომ დალიოთ. პირველი თქვენ ამოგიღონ, იმიტომ რომ მთელი ხონი ამას მოყვება. ეს შენია თუ ჩემი? პირველი. მაიცა. პირველი. ამას მეტი არაფერი არ უნდა. ეხლა ნახე ბატონო დავით. აჰა ეს შენა. ამას მე თავსახურს დავაფარებ, რომ თავს. მაიც, ეხლა მაგის ჭამა მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა. ურით. არა, ჯერ აიღებ ნიორს. და ამაში ისაქენ. ჩაგრე რა, ნიორს. არ დავარიო? აიღე მე კოზი, ხედავ, აი კოზი. და ნელა მოურიე რა. ძალიან არ გიდა. ეს რა უშია არა. ეს. ჰა? ნარაფერი. ნერე მარილს აიღებ. როგორც ხაში მომისმინე, აი ეს იმაშება, ხო? არა, მე ვიცი რომ ხარ რაც ამას ვაკეთებ უკვე მე-20 თქვი არ გამისინჯი. აბა ეხლა კიდე თქვი. როგორ არ გამისინჯია? როდის თქვი ამ წამზე რა? რა ვიცი, ბატონო დავით. ხალხურავლობაში მაინც ირჩია რომ იმენა ურევ და ხმარო აქ. ეგ უზდელობაა, სახალხო თუნდუ მე ეს ხო ამას ხმა არა, აი ნაჰე. აი ესე მოუვიო. აი. მოდი მე ვილაპარაკოთ. გამომართი პური. მარილი აგვიდოს, ნიორიც აქვს. მეტრილი პულია. მაიც მე მანამდე ამ ხორცს მივხედა.
ხორცი უნდა იყოს ჩაშლის პირას მისული რა. აი ესე. და ცალკე დაალაგეთ, ადვილად უნდა იჭრებოდეს და იშლებოდეს. ის გავსინჯო უკვე თუ? არა, ეხლა ნახე როგორ იჭმება ბატონო დავით, ნახე. აიღებ ყოს. აი ესე. მე ძალიან ცხელი მგონი, ან აქცივა და მაგ ჯერ მეგავსიჭა. ცხელია. მარია ყლია. ცხელია? არა. ისე რა. შენ ისე რა ვიცი ერთხელ გავსინჯე. ნუ ეხლა შენ ხო იცი პატარა ხარ შემზე და უფრო ნაზი ტუჩები გაქვს და მე კიდე რავი ღმერთ მაიცის. ტუჩი რა შუშ. ტუჩი შუაში აბა სადის ხო თიძეის ხავკაცო. საშმეს პირველ ტუჩი ხო ეხლა. რავი. წესტი. და ტუჩი რო არ კონდეს ვერ იცნო? ტუჩი რო კონდეს? ტუჩი ყველაფერს აქვს. არა რომ მოვაჭრენ ტუჩი. რა საზარლობა, ჰა? ტუჩი რომ მოვაჭრენ. ნიორი ცაკლია. აი ხაში ვით არის, ნელა. არ მაგანაჭამი ხაში. ხაში ოღონდ მარტო ხაში. მაგასაც შეჭამ. მაგას დავი დაანები, აიღე პირდაპირ კოზით. მაიცა მე მანამდე ხინოს გავსდი. ამას არაყი უხდია, მაგრამ არაყი არა გვაქვს. ისევ სასვეთის ღვინოს დავეძალებით. მე არ ვიცი ამას როგორ უნდა არაფრის და რა აკლია და არა მაიცებ ჯერ. არც ერთი წვნია არა, ნახე რა, თუ მარილი ორგანიზმმა მოთხოვა, მოხრიპე. მოხრიპე. ოღონდ ხმაით არა. ზოგადად ის აი დაიჭესო და ეგრე არ შეიძლება. ეგ არის უზდერობა. შენი ჭამის ხმაური არ უნდა საზოგადოებაში ბოლოკი და კიტრის არ უნდა ჭამო. ყავას რო ხრამახრუმი და უბედურობა არ არის ხო? კიტრი. არც კიტრი. გადაღების დროს კიტრიზე გვაქვს ომი. არ შეჭამო. შენ რა ისახენი აბა? მარილი. მარილი ჩააყარე? კი. მე ღვინოს დავისხა. ბაბაია გავა. აი, გეყოფა ეხლა, ხო ხედავ რო ერთობი. გინდა შენ ეხლა შტაბიჭელბები გაგიმძრო რო? არ ვიცი. ა? გონი. აბა შეჭამე. ნიცა ცოტა მარილს მოგიხნი? მაინც მარილი აკლია თუ მე. აი შეჭამე. მორია. სა. რბილია. რარი? რბილი. რომ თან დაღეჭო ეგრევე იყლაპება. რა? აბა გავსინჯო და ვნახოთ. შეიძლება შენ მომეცებეთ ნაჭი. არა. ეს ბიჭი ცეგურია. რო ჩავხარშეთ ძალიან. არ გადაყლაპა. ო. არ მაგარია. კაი. მეგობრებო. მე რა არა პური არა. მარილი. მარილი მოგაერთო. ეს გააკეთეთ. შეგიძლიათ პირდაპირ აქედან მოხრიპოთ, მაგათ საზოგადოებაში არა. ეხლა თუ ყოვის ჭამეთ. აი ზულის ტვინი ხო გადატეხილი იყო, გამოიხარშა, აქ გამოვიდა. ახმელიაზე კაია. აუ, ახმელიაზე ეს არის სასწაული. იოფიზაღის ადვილადაც გააკეთებ, ნუ სწრაფი არ არის რა, ხარშვა უნდა ერთი დუღებას თუ დაიწყებს ერთი 3 საათი რა, რომ ჩანგალს თუ ჩაარჭოთ ხორცში. ნახეთ რომ ადვილად ჩადიოდეს, ამ პატარა მოაციცხენ და შეჭამეთ, რომ რბილი იყოს. მემრიელია მაგალითად. მარილია. თათარი ახლის გემოთ ცოტა აქვს. აქვს, იმიტომ რომ მოხარშულია, მაგრამ რახან სხვადასხვა რაღაცები. ხახორცი შეიწოვა. ხახვიც და სტაფილიც. მოდი ამ ჭიქით, ბატონო დავით. წასულ ხაზ გაუმარჯოს. ამინ. მოიცა ღვინოს ჩავაწ. ვინც ამ ქვეყნად აღარ არიან. იმათი თვალები, პირი მიწით არის ამოსებული და იყვნენ ამ ქვეყანაზე ეს ხალხი. ჩვენც ვართ ეხლა დროებით და წავალთ. ანუ ამ ქვეყანაზე ვარ დროებით, ბატონო დავით და მივდივართ სამუდამოდ. გაიგე?
ამიტომ სანამ ვართ ერთმანეთის ღვიძლი უბედურობა ჩხუბი დავიდა არა ომი არ გვიდა ერთხელ მოგცა მტიალმა წუთის სოფელმა რომ იცხოვრე ერთი წუთია მართლა წამის სოფელია რანა იმ ხალხმა ხო იცხოვრა სახელი დატოვა ჩვენ იმათ რატო ვახსენებთ იცი ისინი ჩვენ გვაძლიერებენ ყოველთვის ჩვენი ფესვები არიან ხო და იმათ გაუმარჯოს ამით ხო მე სულ ყველას ასულხას გითხეგძელებთ მამები პაპები ვინც წავიდან გუბნელები ვიზეს გული შეტკიო და ჯიგარი გახუჭებიეთ გაიგეშენა არასოდეს ღვინ ვარ დალიო ეს ადღზელო არ თქვა სულ ორი ჭიქა იყოს ერთი ჭიქა მაინც ეს დალიე იმიტომ რომ ჩვენ სამუდამოდ წავთ გაიგე წინაპრების არა აი წასულების შენი წინაპარი ხო არ იყო მაგრამ გული შეტკიო მაგარი კაცი იყო ხო ერეკლე პაპა ჩვენი წინაპარი იყო უშუალო მაგრამ გაუმარჯოს ამინ ასულებს კიდეძლებს გენაცვალეთ სულ ყველას და მიაგებოთ აი ეს ხელი ხაშლამა რავი ვისაც რა უყვარდა რა ყველაფერი ამ შემთხვევაში კიდე არ თანა ამინ გააკეთე ძალიან გემრიელია ვაი მე ვინო რა ცივი იყო რა მე ძალიან მომეწონა მაგრამ გააკეთეთ რა ძალიან მომეწონა ამით ძმებო დებო რავი თქვენი აზრი დაწერთ თუ გიჭამიათ ან თუ გაგისინჯიათ რან არ იყო და რა შთაბეჭდილები დავჭერთ გამოგიმშვიდობით კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე ისე სასარგებლოა ეს სასარგებლო კი რასა